მოგესალმებით მეგობრებოს, შუადღე მშვიდობის ახლა ცოტა ჩაწყვეტილი მაქვს, იმიტომ რომ გრიპი მაქვს. ეხლა ნახეთ რა. საინტერესო რამე თუ გინდათ რომ გაიგოთ ამ სამყაროში, საქართველოში. კაცობრიობა, ესე იგი მნიშვნელოვან თემებს მეტად ყურადღებას კი არ აქცევს, როგორიც არის მაგალითად რა ხდება საქართველოში, საპატრიარქოში, როდესაც გვატყუებენ ამხელად ტყუილებს, რომ მკვდარს ანათლინებენ 700 ბავშვს და ამაზე ხმას არავინ არ იღებს თითქმის. არაბიზაცია რომ მიმდინარეობს, ამაზეც ხმას არავინ არ იღებს, მაგრამ რაც არ უნდა საკვირველი იყოს, აი ახლა მე ამას გელა დიაკონისემ ჩემზე დაწერა პოსტი. კოკასა შინარაცა დგას იგივე წარმოდგენების ამაზე უკვე ჩავწერე და კიდე მინდა ვისაუბრო, მე წაგიკითხავთ აი აქ რა წერია და აი აქ უბრალოდ ვაკვირდები რა. ესე იგი 56 ლაიქი აქვს და 61 გაზიარება. და რა ახლა აი ნახეთ, ყველაფერი ტყუილზერია ამაზე, ჩემზე. ესე იგი სურათზე მართალი მოწამე პრეზიდენტის და კანონიერი კონსტიტუციის აღდგენის მოძულე ნარიმანს მსგავსი ცრუ წინასწარმეტყველი ქართველი ქალის სახელის შემარცხვენელი. გახსოვდეს, მხოლოდ კანონიერი კონსტიტუციის აღდგენა საქართველოში ანტიქრისტეს ბატონობის დასასრული. აი ამ გვარი რაღაცეები წინააღმდეგი კონსტიტუციური მონარქიის მოიცადე. მოწამე პრეზიდენტის და კანონიერი კონსტიტუციის აღდგენის მოძულე. მე არ ვიცი საიდან დააფიქსირა ამ ბატონმა ეს, რომ მე მოძულე ვარ კანონიერი პრეზიდენტის, ანუ ზვიადის როგორც ჩანს რა. მე რა ვიცი, ზვიადის გამო ილიაც ვამხილე და ნარიმანიც ვამხილე და ამან საიდან მოიტანა ეს არ ვიცი. მერე სატანა ჯოჯოხეთის მოციქული ქალდანი ასეთები ზეობენ, რადგან მათია შეეშმა სასუპეველი აფსუს თქვენა ფირცხალავა. არ ღირს ამაზე ლაპარაკი შავგულიძე. გონი ყველა გაგიშდა გენადი გვილავად შეიპყრეს. რა ნარიმანი ბიჭო, საიდან მოიტანე ეს სურათი, რაც აქ გააკეთე შენვე დაგარტყავს. ამენ, აიღე ეს პოსტი გირჩევნია ჩემგან, რჩევა არ აიღებ და სულიწმინდას გადაგცემ. იყო შნება შენი დაუყვა. ყოველთა სანთელისა და ღვთიურისა მოუ. აი რაღაცები წერია. ანუ მე რა მინდა ახლა თქვა რა. კაცობრიობას აი ამ საქმეზე მეტი, ესე იგი მე იმდენად მნიშვნელოვანი ტიპი აღმოვჩდი ამ ტიპისთვის რა. აი ამ კაცისთვის. გელა დიაკონიძეს, აი ამ ხელა სტატია გამიშანშალა და ჩემი ნათქვამებით ამოკრიფა და ჩასვა შიგნი. ხო, ეხლა წავიდეთ ნახოთ მაგის კომენტარებში რა წერია. კომენტარებიც მაინტერესებს რა. რა ნარიმანის მეწყვილე უშორის პირით ლანძღავს ლანძღა ნარიმანი ბერნიკოლოს, ნუ ამხილა. ვგებულობ, რომ პატრიარქს მონათლიან შვილი და როდის გაიგო, რომ პატრიარქი სატანაა და ასე შემდეგ. კითხვას უპასუხა, ახლა გავიგეო, რაც ეს ამბავი ტრიალებს მკვდარია და არ ამხელენო. აქამდე არც ცნობია ილია მეორე ვინ იყო. ღმერთო, მოდი მალე დაასრულე გადა. ნინო ქალდანი სატანა ჯოჯოხეთის მოციქული.
ლალეხრიკული, საზიზღარი გარყვნილი მატყუარა ძირზეშმა კიდა მისი მსახურები. მე რა მაინტერესებს იცით? ბიჭო, თუ ესეთი მნიშვნელოვანი პირი ვარ ახლა თქვენთვის რა და ამ ხელშრომა გასწიეთ იმაზე, რომ მე მაგინოთ და მლანძღოთ. მე რა კითხვა მიჩნდება იცი? ჩემს მეტი პრობლემა ამ ქვეყანაში ვერაფერი ვერ ნახეთ? ანუ მე გიშავებთ თქვენ რამეს? აი, მაგალითი მითხარით რას გიშავებთ რა? მითხარით მაგალითი რას გიშავებთ, რომ პატრიარქი ვამხილე? რომ ნარიმანი ვამხილე? ზვიადი რომ ვაქე? და მაინც ისეთი ის რომ წერილი რო დაწერეთ ჩემზე რომ ვითომ სატანა ვარ? აი მე მგონი რომ საქართველოში კაცობრიობის 99%-ს მართლა შიზოფრენია ჭირს რა. ოღონდ არ ვტყვი ახლა. აბსოლუტური შიზოფრენიაში ხართ. იმიტომ რომ ან არ კითხულობთ ჩემს, ან ვიდეოებს არ უყურებთ ბოლომდე და ისე გამოგაქვთ აზრები, ან კიდე აი, მოდი გეტყვით აი კითხვა ხო დამისვით პატრიარქი ახლა გაიგო ვინ იყო? რატო მოანათლინა შვილიო? გერმანიდან რო ჩამოვედი მე საქართველოში, ჩემი ძმა ეხლაც საპატრიარქოში არის და ეხლაც ბერი არის, ემსახურება საპატრიარქოს. და იმ პერიოდში მე ძალიან მწამდა, ძალიან ეკლესიური ვიყავი. მე მწამდა იმის, რომ ჩვენი საპატრიარქო არის მართლაც ღვთისმიერი. არის მართლაც ისეთი, რომ მას დაეყრდნო. აღფრთოვანებული დავდიოდი ეკლესიაში. სანამ არ მოხდა ეს, როდესაც მოვანათლინე ჩემი შვილი 5 წლის წინ იოანე და ისიც ჩემი სურვილით არა, დედა ჩემის სურვილით, ამის მერე იწყება რაც იწყება. ამის მერე იწყება ჩემი თვალის ახელა. და რატო იწყება ჩემი თვალის ახელა თუ იცით? პირველ რიგში იმით, რომ თავისი ნათლულებით ეს ადამიანები ვაჭრობენ. რატო ვაჭრობენ იცით? კვირა არ გადიოდა რომ არ დაერეკათ ჩემთვის ესა თუ ის წიგნი გამოვიდა და იყიდეო. ბოლოს დედის ტრაკი ვაგინე რა. აღარ დაგინახოთ მეთქი რომ დარეკოთ აქ. თქვენ ქრისტე და ვაჭრობა ერთ ქვაბში მოხარშეთ მეთქი? ეს ხო არ მოეშნენ, მაინც მირეკავდნენ და მაინც მირეკავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მე გავიკითხე მეთქი რატომ მირეკავენ. ეს რანაირი ქრისტიანულია მეთქი. არა, ეს პატრიარქის ხალხი არ არის, ეს დამატებითი ორგანიზაციებია, ვინც ურეკავსო და პატრიარქის სახელით ყიდის წიგნებსო და არ არის ეგრე მეგობრებო. არა, იცით რატო პირდაპირ გეტყვით რა. როდესაც საბუთები მიმატანინეს მე ბავშვის მოსანათლად, მთელი სივი შემავსებინეს CD და ასე ფოტოები და ესენი გეგონება სამსახურს ვიწყებდნენ. იქ შემოდიოდა ტონობით წიგნები, იქ წიგნები, რომელიც უნდა გაეყიდათ. ჩემი ტელეფონის ნომერი მანამდე რატო არ მირეკავდნენ, ვერ გავიგე. მაგათმა რომ ჩაიწერეს ჩემი ტელეფონის ნომერი. და რატო მაინც ნათლობის მერე დაიწყო ამის განხორციელება ჩემს ზარზე, ხო? გარდა მაგისა, ძალიან ბევრი რამე აღმოვაჩინე ილიაზე ძალიან ცუდი. ძალიან ბევრი ჭორები მომდიოდა. მაგრამ არ ვიჯერებდი. მე საბოლოო ჯამში ღმერთმა ამაყენა და მის კართან მიმაყენა. და ამ მის კართან რომ მიმაყენა,
დამანახა, რომ აქ საერთოდ ქრისტე არ არის. ამათ ქრისტესი არაფერი არ სცხიათ. გესმით? ხო და მაგიტომ, თორემ მე რო არ მომენათლია ბავშვი, ხო, მაგისთვის ვერ გავიგებდი რა მწყნერიც არის. და აგერ უკვე ლეშია. ვერ გავიგებდი. რატო ვერ გავიგებდი, იცი, არ მექნებოდა ტკიცებულება, არ მექნებოდა საკუთარი გამოცდილება. მერე რა რომ მოვანათლინე ნათლი არა. ცუდი ნათლიები არ არსებობენ? თუ ადამიანის ცუდს დაინახავ, მადლობა უნდა თქვა, რომ დაგანახა ღმერთმა რეალური სახე და მანამდე რომ ვიყავი ესე ოცნებებში და ილუზიებში, რომ საპატრიარქო კარგია, როგორც ახლა დღეს 99% მოსახლეობის დაყლევებულია უკაცრავად, სხვა სიტყვას ვერ ეტყვი მაგათ. და რა თქმა უნდა, მერე გავიგე ვინ არის ილია მეორე. მერე გავიგე. თორემ მანამდე მართლა არ ვიცოდი, თორემ რომ სოდნოდა მოვანათლინებდი, თქვენ რას ფიქრობთ? მოვანათლინებდი, თქვენ რას ფიქრობთ? დაიკიდეთ პატივცემულო თამარ გილოცავთ წარმატებას. გველუკებიც გამოაღვიძეთ და დინოზავრებიც დაამარცხეთ თქვენ სამთავიან და ერთ ტრაკიან ურჩხულსაც. მე რო სიმართლე გავაჟღერე, ხედავთ რამ იქნეს, ხო? ენერგეტიკულად როგორ დამარტყეს, ხო, ხედავთ? მაინც ვერაფერს ვერ მიზავენ ეგენი. რატო ვერაფერს ვერ მიზავენ, გეთხრათ? ამ დედამიწაზე მისია მაქვს შესასრულებელი. ვისაც როგორც გინდა ისე მოგეჩვენოთ. გინდა ამ პარტავნობაში ჩამომართვით, გინდა შიზოფრენიაში, გინდა სისულელეში, გინდა სიკიჟეში. მე ამ დედამიწაზე რომ მოვედი, არ მოსულარ იმისათვის, რომ კვლავ მესწავლა რაღაცეები. ამ დედამიწაზე რომ მოვედი იმისათვის, რომ ჩემი მისია შევასრულო. მე არ მოსულარ ჩემი ხუშტურით. მე მოვედი იმისათვის, რომ დავამარცხო ეს სიდამპლე, რაც კი არსებობს. და მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ, თუ გამოვა, თუ არ გამოვა, არ გამოვა. მე არ ვარ აქ იმისათვის, რომ 1 მილიონიანი ჯიპებით ვიარო და თავზე გვირგვინი დავიდგა. არ მოსულარ მაგისთვის, ეს ყველაფერი მე გავლილი მაქვს და გამოცდილი მაქვს. მე მოვედი აქ იმისათვის, რომ აი სიბნელეში რო ყავთ ადამიანები გამოკეტილი, როგორც რა ძალის ხმევაც არ უნდა დამიჯდეს, ხო? ეს სიბნელე გავანათო. ლიკა მწერს კი, მაგრამ მართლა რა მაინტერესებს, რა გადაეკიდეთ ილია მეორეს. ლიკა, კარგი კითხვა. რატო გადავეკიდე მაინც ილია მეორეს? მე იცი რას ვფიქრობ? როდესაც ერის მამად წოდებული ადამიანი და სულიერ საკითხებზე მესაუბრება და როდესაც ჩვენ გვყავს ესეთი ადამიანი, რომელსაც ქვია ერის მამა, ერის მამას არ უნდა ეშლებოდეს ის, რომ როდესაც ქვეყანაში გაჭირვებაა და ბავშვები შიმშილით კვდებიან, მეუფეები, სასულიერო პირები თავად თვითონ,
რომლებიც პირდაპირ მნიშვნელობით ეხლა რა თქინდა დადექით საპატრიარქოს კართან 5 საათის განმავლობაში და ნახავთ რამდენი შავფანჯრიანი ჯიპი შევა და გამოვა საპატრიარქოში. არ უნდა ეშლებოდეს ეს, რომ თავის მოძღვრებს უთხრას, თავის საწყისს უთხრას, დაეხმარეთ ხალხს. ბავშვები შიმშილით გვიკვდებიან, მიდით ბავშვებთან, იარეთ, მიაწოდეთ საკვები, მიაწოდეთ საზრდო. იცით რა არის? აი მე გულწრფელად გეკითხებით უკან, ილია მეორემ რაც გააკეთა საქართველოში და როგორი ეკლესიაც ჩამოაყალიბა. თქვენ მოგწონთ ეს? მე გამიგია, რომ $75,000 ხეზე აქვს საუბარი ილია მეორეს თავის ერთ-ერთ ვიდეოში. აი ღიბ გადმოვარდნილი რომ საუბრობს, ეს იცი რა ღირსო? $75,000 რაღაცა ხე, პატარა დეკორაციული ხე. მე პირადად აი ერთი ადამიანი ხო ვარ და რა რესურსები გამაჩნია. არანაირი რესურსი ჩემი შემოსავალი არ გამაჩნია, ჩემი მეუღლე არის ჩემი შემოსავალი და მისი შემოსავალი. ვცდილობ რომ თუ კი რამე შემიძლია ეკლესია ვნახე აქ, მამა ჩემის დაწყებული დავამთავრო. ადამიანებს დავეხმარო. რა ვიცი, აი ამ სოფელში მარტო იცით რამდენს აქვს ჩვენი ვალი? აღარ ვიტყვი და აღარ გამოვიდებ თავს. არ ვთხოვ უკან. რატო არ ვთხოვ იცი? რაცაც ქრისტე მეუბნება რომ გაასესხებ, აღარ მოითხოვო უკანო, ან არ გაასესხო. მილიონები თუ შესდის საპატრიარქოს. რაში გვეყოფა ეს ფულიო რომ იძახიან? იცით რა, კომფორტში თუ ადამიანი იცხოვრებს, უფრო მეტი კომფორტი მოუდება და უფრო მეტი კომფორტი, უფრო მეტი თანხა და უფრო მეტი თანხა. და რა თქმა უნდა, მილიარდებიც აღარ ეყოფა. მაგრამ როგორც ქრისტესნიერ ადამიანს, ხო თუ ქრისტიანი ხარ, შენ ხა ერის მამა გქვია. შენ არ უნდა გქონდეს ეგ ტრაკი თბილად და გარეთ ბავშვები არ უნდა იყინებოდნენ 3 წლის და 4 წლის ბავშვები. შიმშილით არ უნდა კვდებოდნენ ბავშვები. შენ როგორც ერის მამა გავალია რომ ყოველ დღე იარო შენს ქვეყანაში, ხან იმ სოფელში იყო, ხან იმ სოფელში რომ გაიგო რაში მდგომარეობს საქმე საქართველოს, რა სჭირდება რომ გამოასწორო. მე მესმის პოლიტიკოსი არ ხარ. მაგრამ შენ ხარ სულიერი მამა. სულიერება არის ის რომ როგორც ქრისტე დადიოდა ერთი სოფლიდან მეორეში და გადაგებდა, შენ ეს გევალება. აბა მითხარით ილია მეორე რომელ სოფელს ესტუმრა, აი ამ თავისი 47 წლის მეფობის განმავლობაში. აბა ჩამომითვალეთ, რომელ სოფელს ესტუმრა, რომელი ოჯახი ანუგეშა, თავისით ფეხით რომელ ოჯახთან მივიდა და ანუგეშა, რომ ნუგეშინია, მე შენ მოგაწვდი რაც შემიძლია იმას. მე მომდის ინფორმაციები რომ პირიქით, როცა მასთან მივიდნენ დასახმარებლად და დახმარებას თხოვეს, დასცინა და ისე გამოუშვა. გესმით? აი მითხარით, მე ვის უნდა გადავეკიდო ივანიშვილს? ერის მამად წოდებულს თუ არ გადავეკიდე, მე ვის დედაჩემს გადავეკიდო თუ ჩემს მეზობელ ჟენიას? ვის გადავეკიდო ერთი გამაგებინეთ ამ ქვეყანაში? თუ ერის მამა არაფერს აკეთებს, თუ ერის მამა გალეშებულა და ლეშივით დევს, მე პოლიტიკოსებს რა მოვკითხო? პოლიტიკოსები არიან მხეცები. პოლიტიკოსები არიან წამგლეჯველები. ეგენი ადამიანები არ არიან. პოლიტიკოსებს მე ვერაფერს ვერ მოვკითხავ. მარიონეტები არიან, რომლებიც მხოლოდ თავის კეთილდღეობისთვის, თავისი ვილებისთვის და თავისი მილიონებისთვის მუშაობენ. მაგრამ არსებობს ერთი გამოსავალი. თუ კი შენ გქვია ქრისტიანი, ერის მამა, მე შემიძლია შენთან მოვიდე და დაგელაპარაკო ამ თემებზე და შენ თუ კარს დამიკეტავ და ჩემი შვილის ნათლია ხარ და არ გამიღებ,
არ გამიღებ კი არა პასუხის ღირსადაც არ ჩაამთვლი. შენთან მოაღწია ხმამ თუ არა, ჭიშკრიდან სახლში. მითხარით, აი ამ უსამართლობას არ უნდა გადაეკიდოს ადამიანი? თუ გავატარო ესე და ეს იყოს, მერე რა მოხდა და მერე რა. აი მე მართლა მაინტერესებს თქვენგან რა. ლიკაი გელოდები გამეცი პასუხი. ილია ეხმარება და ბევრი სასულიერო პირიცო. ვა, ეგ სად? ვის ეხმარება მითხარით აბა? დამისაბუთეთ ვის ეხმარება. ვის ეხმარება? 3 მილიონი ქალი წასულია საქართველოდან იმისათვის, რომ საქართველოში არ არის არანაირი გასაქანი ქართველებისთვის. აგერ ჩამოდიან არაბები და ჩინელები, ინდოელები და ისინი სახლებიან საქართველოში. ბავშვები შემშელით კვდებიან. მარტო საპატრიარქოს ნახევარი რომ მქონდეს შემოსავალი და საპატრიარქოს ილიასნაირი ძალაუფლება მქონდეს, საქართველო როგორ გამოიყურებოდა, იცი, პირდაპირ გეტყვი რა. საქართველოს გავაბრწყინებდი რა. საქართველოს გაბრწყინებას არაფერი არ უნდა, ბევრი. მხოლოდ სურვილი უნდა. აი მარტო მისი ნახევარი შემოსავალი რომ მქონდეს, თავისივე მღვდლებით, მათაც გამოვკვებავდი და საქართველოსაც გავაბრწყინებდი. მაგრამ არავის არ აინტერესებს საქართველოს გაბრწყინება. აი თქვენაირი ადამიანები იცავენ ისეთ ადამიანებს, რომელიც საქართველოს ღუპავს. ჩემნაირს, კი რომელსაც მართლა შედგება საქართველოსთვის გული, კიცხავენ. აფერხებენ, რას გადაეკიდე ილია მეორეს. მოდი შენ გადაგეკიდები გინდა? მოდი შენ გამოგაჭენებ ყოველ დღე და შენ მოგთხოვ გინდა? გადაიფარები ილიას, მაშინ შენ გამოგაჭენებ. კარგი? ჩემს გარეგნობაზე რომ გააქვთ პრობლემა, ამას შეხედეთ რა. ამას შეხედეთ, ხედავთ რომ მკვდარია? შენ თავს მიხედეო რომ მეუბნებით. აი ამ კაცს რომ შეხედოთ, არ გინდათ? მე ჯერ კიდევ ღმერთმაგნას კარგად ვარ ენას ვამოძრავებ და ჩვეულებრივად გესაუბრებით. და იმას რომ შეხედოთ არ გინდათ, თუ კი გარეგნობაზე გაქვთ პრეტენზიები ჩემთან? მკვდარ კაცს რომ დაგიტარებენ და 700 ადამიანს ანათვლინებენ, არ გაქვთ მაგაზე პრეტენზიები? მაგაზე პრეტენზია არავინ არ უნდა გამოთქვას? ავიღოთ და თქვენ იყოთ ლიკა მაგის დღეში რა. კაც ჯდომა და ხელის კანკალიც აღარ შეუძლია უკვე, ხელიც გაუჩერდა, იმიტომ რომ მკვდარია. აი მითხარით, თქვენ რო იყოთ მაგის დღეში, გექნებოდათ იმის სურვილი, რომ კიდე 700 ადამიანი მონათლოთ? ვინმე ეკითხება მაგაც რამეს? მაგაზე რატო არა პროტესტებთ, რომ ეს კაცი დაასვენონ მაინც და ლოგინში მაინც ამყოფონ, ხელსაც ვეღარ იჭერს უკვე ხელში, თავსაც ვეღარ იჭერს. მაგაზე ვინმეს პრეტენზია გაუჩნდა? არა ხო? მაგრამ ჩემს განცხადებებზე პრეტენზია გაუჩნდა, ხო? მე ილიაზე მართლა ძლიერი ვარ, რო იცოდეთ რა. თქვენიდან გავიგე ეს. იმხელა აჟიოტაჟი ატეხეთ ჩემს გარშემო, რომ მართლა გეუბნები, ილიაზე მეტად ჩემზე ზრუნავთ. მართლა. თქვენ გონიათ, რომ ილიას იცავთ, მე რომ გამკიცხავთ? თქვენ ილიას კი არ იცავთ. თქვენ საერთოდ არ იცით რას აკეთებთ. რაღაცა ხუშტური გაქვთ თქვენ და ილიაზე უფრო მეტი ძალა მომანიჭეთ, რო იცოდეთ.
გაიგეთ? იმიტომ რომ თქვენ ვერ გაიგეთ ის მე რასაც ვლაპარაკობ. თქვენ იგებთ იმას, რაც თქვენ გინდათ რომ გაიგოთ. თქვენ კიდე რა გინდათ რომ გაიგოთ თუ იცი? თქვენ გონია გინდათ რომ მე მეჩხუბოთ? არა. ეს უბრალოდ ჩვევაში გაქვთ თქვენ რომ ვიღაცა საწინააღმდეგო აზრი უთხრათ. სულ ერთია რაზე, თქვენს პატრიარქს ეხება? აბა ეხლა ავიკაპიცოთ ხელები და მუშტიკრივით დედა მოუტყნათ. ვიღაცა მითხრა რომ იგინებიო, ხო, აი ამ გვილავამ იგინებიო და შენს სიტყვას აზრი არა აქვს. რო ვიგინები რა, ჩემს სიტყვას აზრი არა აქვს? ჩემს სიტყვას რომ არ კონდეს ძალა შენ ჩემზე ამ ხელს სტატიას კი არ დაწერდი? და არც შენ დამიწყებდი ჩხუბს, აი ნებისმიერი ვინც მე გამლანძღა ილიასთვის. ქალი მივედი ილიასთან, სტუმრად მქონდა საჩუქრები, უნდა გადამეცა 1500 კაცმა გამლანძღა რატომ მიხვედიო. გამლანძღა რა და მწყევლა. მაგარი ტიპი ვარ ძალიან. მაგრამ უფრო მეც გეტყვით, 1500 კაცმა ილიას ნაბოზვარმა ხომ გამლანძღა და მწყევლა, მაგრამ 5000-მა მლოცა. $800,000 კაცმა ნახა ეს ვიდეო, რომ ილიასთან სამი შვილის დედა, ნათლულის დედა და შვილები დგანან და ილია არუშობს მათ სახლში. აი ეს 800,000 კაცმა ნახა. მითხარით ეს ნორმალურია? იქ არ იდგა 50,000 სხვა ნათლული, იქ იდგა მხოლოდ ერთი ნათლული და მე და ჩემი ორი შვილი, ჩემ მეუღლესთან ერთად. 50,000 არ დგარა იქ ხალხო. ვიღაცები რომ მეუბნებიან 50,000 ნათლული რომ მივიდესო, ყველას უნდა გაუღოს კარიო? ეგ ჯერ რა კითხვა არის, მე ვერ ხვდები. მაგ კითხვაზე რატომ ისვავ საერთოდ? ერთი ვიდექი მეთქი იქ გესმის? ერთს ვერ გაუმკლავდა და აგერ მკვდარი კიდე 700 ნათლავს. ეს რა PR კამპანია არის შექმნილი, მე ეს ვერ გავიგე. მე რომ მოვანათლინე ბავშვი, მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო კაცო, ხელიც მოვკიდე. მაგ კაცთა ხელი რომ მოვკიდე, დავინახე რომ ეს ხელები არის მთლიანად აი წმინდას უძახით და რა ვიცი, სოკოთია ეგ კაცი სავსე რა. მთელი ფრჩხილები სოკოიანი ქონდა. მე რა ვიცი, წმინდა სოკო არ უნდა ქონდეს, მე მგონი რა. და მაშინ თუ იტყუები თქვი რომ ესე ფსევდო უწმინდესი და უნეტარესი და არა უწმინდესი და უნეტარესი მე სხვანაირ წარმომიდგენია. ეცი ვინ იყო უწმინდესი და უნეტარესი? თავის თავზე ეგეც არ უთქვას ქრისტეს უწმინდესი და უნეტარესი ვარო. ქრისტეს თავის თავზე ეგეც არ უთქვას, წარმოგიდგენია. აი ამ კაცს რო ქრისტეზე მეტი უნდა რომ იყოს. მაშინ სოკო არ უნდა კონდეს ხელებზე და მაგის ფეხები არ ვიცი რა დღეში იქნება, არც მინდა გავიგო. თუ ხელებზე სოკო აქვს, ფეხებზე აბა რაღა იქნება. ეს არის უწმინდესი და უნეტარესი. მე მგონი თქვენ არ გესმით სიტყვის მნიშვნელობები რა. ამაშია საქმე ჩემო კარგებო. უბრალოდ ესე რაღაცა გაქვთ აჩემებული, აკვიატებული, რომ აი კარგი
პატრიარქია. მე რასაც ხედავ, კარგი პატრიარქი იცი რა იქნებოდა? აი მე პირდაპირ ხედავ მაგას, რომ ჩვენი ძველი ეკლესიები, აი ძირძველი ეკლესიები, რომლებიც დანგრეულია. ერთი მაგალითად პირდაპირ ვიცი სამების ეკლესია არის იქ, მაღლა რა ქვია კაცო იმ ადგილს? დამავიწყდა. არ უნდა ეხლა ჩამოთვლად გამახსენდება. სადაც არ წავედი დანგრეულ ეკლესიას, სადაც ხედავ, მე ვამბობ ხოლმე ესეთ რაღაცას რა. აი ნახე, მე რო ვიყო პატრიარქი, ხო, და პატრიარქისნაირად ვყავდეს ამდენი მრევლი. ბიჭო, ყოველ კვირა ამ მრევლს დაუძახებდი, ერთი დღე მაინც, ერთი დღე, აი კვირაში ერთი დღე ხო ღმერთისთვის გამოყო. ამ მრევლს დაუძახებდი. მივიყვანდი ამ ადგილებზე, ჩამონგრეული ეკლესიები სადაც არის, გავასუფთავებინებდი. ამ ეკლესიის მშენებლობას დავიწყებდი. სულ ცოტა ერთ წელში ხო, ეს ეკლესია აშენდებოდა მარტო იმით, რომ ჩემი მრევლი ღმერთს ემსახურება კვირა დღეს. აი ეს იქნებოდა წირვა. თუ უნდოდა იქაც წირვას ჩაატარებდა მღვდელი მაგალითად. და ამ წირვის დროს ხალხი იმუშავებდა, ესე გაშეშებული დებილი, გამოყლევებული კი არ იდგებოდა უკაცრავად ერთ ადგილზე. იმუშავებდა მიწასთან. ხალხი ამდენი ავადმყოფი, რომ მე დღეს საქართველოში ამდენ ავადმყოფს რომ ხედავ, მე ვფიქრობ ერთ რამეს რა, როგორც საპატრიარქო, ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს, რომ ეს ხალხზე გადადის ეს ავადმყოფობები, ისე პარლამენტი, სახელმწიფო. მე რომ ბებია ჩემი ამ ხელახნიც ქალი იყო და მიწასთან მუშაობდა ხალხო, ექიმთან ის არ წასულა. ბოლოს უკვე გულზე პრობლემები შეექმნა და მერეთად, მაგრამ ხალხო, ამდენი ადამიანი ავადმყოფობს. იცით როგორ განიკურნებოდა აი ამ ეკლესიებში, აი ამ მუშაობით. აი გეუბნებით რა, მე გამოცდილება მაქვს. მე ამ პატარა სალოცავზე რომ მუშაობ, ერთი წელი ჩემი ხელით მუშაობდი და განვიკურნე სხვადასხვა გინდა იმისგან, დეპრესიისგან, გინდა ფიზიკური დაავადებებისგან, ვირუსებისგან. განვიკურნე ხალხო, არაფერი წამალი არ მიმიღია მე. და ეს ხალხი ახალი ეკლესიები რო შენდება, მე რომ პატრიარქი ვიყო, ერთ დღეს არ ჩავაგდებდი ისე გავაკეთებდი და გადავანაწილებდი ამ საქართველოს ტერიტორიის აღდგენას. არ აინტერესებს ეთყობა რა. და ვისაც აინტერესებს ხო, იმას არ აქვს ეს ძალა, არ მიეცა ეს ძალა. გესმით? აგერ შევარდნაძემ ტყუილა კი არ თქვა, რომ ჩვენი პატრიარქიო უნდა ყოფილიყო არც თუ ისე ჭკვიანი ადამიანიო. ხო და მოიყვანეს არც თუ ისე ჭკვიანი ადამიანი და დასვეს. მაგის ერთი სიტყვა არ გაგვიგია კაცო, რამე მაინც ეკადაგა ისეთი საინტერესო, რომ ხალხს ძალა მისცემოდა. აგერ მე ვდგავარ და სულ ცოტა ნახევარი საათი ვქადაგებ, 1 საათი ვქადაგებ. მაგის იმე არც ერთი ლიტერატურული ნამუშევარის აღდგენა არ მინახავს, არც საღვთო წერილების განხილვა, არც ეკლესიების აღდგენა, არც საკუთარ ხალხს ზრუნვა. მითხარით რანაირად არის კარგი პატრიარქი ხალხო, გადავირევი ეხლა თქვენ ნუ თუ ვერ ხედავთ ამას, რომ მაგის ძალა უფლება რო ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც საქართველოსთვის კარგი უნდა, ერთ თვეში ააყვავებდა მეთქი ხალხო, რას გეუბნებით რა? ამას ვერ ხედავთ თქვენ?
ბერ-მონაზვნები, რომლებიც უნდა იყვნენ დაკავებული იმით, რომ ხალხზე იზრუნონ, ხალხი კი არ უნდა მივიდეს მასთან. ეგენი უნდა მივიდნენ ხალხთან. იცი რას აკეთებენ დღესდღეობით ბერ-მონაზვნები? თავის კელიებში, თავის მონასტრებში კომფორტს იქმნიან ხალხო. კომფორტს იქმნიან. მითხარით, თუ ქრისტეს გინდა დაემსგავსო, სად რომელ ადგილზე შეიქმნა ქრისტემ კომფორტი მითხარით რა? სადმე მითხარით, რომ აი მონასტერი დაარსა ქრისტემ და იქ ის გაარემონტა, იქ ის ევრორემონტი გააკეთა და იქ ის ხეები დააგო და იქ ის ნახეთ. აი მითხარით, თუ ქრისტემ ეგეთი რამე გააკეთა, ხო? მე კიდე ვიტყვი, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაგრამ ქრისტე კომფორტზე კი არა ხალხო, დღეს სადაც გაუთენდებოდა იქ იძინებდა, იქ სადაც დაუღამდებოდა იქ იძინებდა და სადაც გაუთენდებოდა იქ იღვიძებდა, დადიოდა ხალხში და ეხმარებოდა ხალხს. აი მითხარით, თუ ვინმეს კარგი უნდა საქართველოსთვის, თუნდაც ივანიშვილს რა. ივანიშვილს რომ საქართველოსთვის კარგი ნდობებოდა, ხო? ბავარიის ხელა ვართ ხალხო, ერთი პატარა ბავარიის ხელა ვართ. ტერიტორიულად ბევრი კი არ ვართ. იმ ხელა წიაღები გვაქვს, იმ ხელა რესურსები გვაქვს, იმ ხელა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხელა რესურსები გვაქვს ჩვენ. საქართველო ეხლა როგორ უნდა იყოს იცი? სამათხოვროდ კი არ უნდა ვიყოთ საზღვარგარეთ წასული დედები. საქართველოში უნდა ვიჯდეთ და თავზე გადმოგვდიოდეს ფულები რა. აი ესეთი საქართველოსთვის რომ და ქართველებისთვის რომ კარგის დომოდა ან ილიას, ან ივანიშვილს. იცით ვინ ვის გადმოდის საქართველოში ფულები ყურებიდან? გაიარეთ იქ მარჯანიშვილის კი არა და შარდენზე გაიარეთ რა. ერთი მეორეზე მიყოლებით არაბული და თურქული ისენია ლოკალები, სასტუმროები არა, კაფეები. არაბული ხალხო, არაბების არის ეს ყველაფერი, ქართველების კი არა. რატო? შენ თუ ქართველი ხარ და ამას ისმენ ეხლა რა. მე უნდა გამიბრაზდე მითხარი? განა რა ვთქვი აქ არასწორი. აი მე რატო გადავეკიდე ილიას? ვის გადავეკიდო აბა მითხარი? ვის აქვს ძალაუფლება დღეს საქართველოში? შენ ლიკა? შენ? ივანიშვილს მივაკითხო, მეტყვის ვინ ახარ რა გინდა. მე არაფერს არ ვაკეთებ საქართველოში, არაფერი აღარ მესაქმება იქ. ვიყავი ერთ დროს მოვედი და მერე წავედი. აი ივანიშვილს რა მოვკითხო მითხარი? ივანიშვილს რამე მოეკითხება? ან ნებისმიერ, ან კობახიძეს, ან კალაძეს რამე მოეკითხებათ მაგათ ხალხო? აგერ რამდენიც გინდა იმდენი მიტინგია, ვინმეს ყურადღება ვინმე მიაქცია. ილია მეორესთან არავინ არ მიდის. არავინ, რატო არავინ არ მიდის? ვერ გავიგე რატო. იმიტომ რომ ხალხი რო დააშინეს, რომ ნაკურჩხლები დაეყრება, ვინც ილიას განიკითხავსო? არ ვიცი. მე თქვენი მართლა ვერ გავიგე რა. ილიასთან რატო არავინ არ მივიდა? არევალება მაგას ქვეყნის საქმეები? ერის მამას არევალება ქვეყნის საქმეები? როდესაც ეკლესიას აშენებდნენ ჩემს მასთან იქ ბერი სადაც არის, ხო? აი ჯოჯუას ეპარქიაში იყო ეს ჩემი ძმა. არის ეხლაც ჯოჯუა ღმერთმადლობა წაიყვანეს. გაიყვანეს აქედან მადლობა უფალს. დიდება უფალს შენ და როდესაც ეკლესიას აშენებდნენ და ეს აი გაჭირებული ხალხის შეწირულობებზე და იმაზე აგროვებდნენ თანხებს და რაღაცას, ხო? მე უთხარი ჩემს ძმას და ვკითხე,
განა საპატრიარქოს არა აქვს იმის თანხები, რომ დაგეხმაროთ თქვენს და შემოგეხმაროთ. საპატრიარქო მაგისი ვალდებული არ არისო ჩვენ დაგვეხმაროსო. მითხარით რა? ბიჭო, ხალხზე არ ზრუნავ. შენ საწყოსავზე არ ზრუნავ. ეკლესიის მშენებლობაზე არ ზრუნავ. ამდენი თანხების შემოგდის. აბა რა ტყნაურობაზე ზრუნავ გამაგებინე რა. მე ახლა ისეთ რაღაცას გეტყვით, რომ შეიძლება შოქში ჩავარდეთ. რატომ უწოდე მაგას სატანის ფალოსი თუ იცით? ილია მეორის სატანის ფალოსი რატო უწოდე? არსებობს ორგვარი ხელდასმა ამ დედამიწაზე. ერთი როცა ზეციური ხელდასმული ხარ, სასწაულებრივი ძალით. მეორე როცა დასმული ხარ კაკებესი. ანუ მასონთა სამყაროსი. და თუ იცით ამ ხელდასმის დროს რას აკეთებენ? რა უნდა გააკეთო, რომ ხელდასმა მიიღო? ფალოსზე უნდა აკოცო, უნდა ემთხვიო იმას, ვინც ხელს გასვავს. პატრიარქი არ გვყავს ჩვენ თამარ, ჩვენ გვყავს მატრიარქი და მას უნდა მიმართო. ხალხი არ ადარდებით მაგათ. ნინო მურჩიკნელი, რომელი მატრიარქი გვყავს არ ვიცოდი. მატრიარქის თუ გვყავს. ნათელა წერს, მე რაც თქვენ გისმენთ ერთი იმისი თქმა შემიძლია ყველაფერს იმართლეს მეტყველებს და ძალიან ძლიერი სულის ადამიანი ბრძანდებით. ღმერთმა მეტი შეგაძლებინოთ. მადლობა ნათელა. მერე ირმა წერს. განა შეიძლება ქვეყანა რა დღეშია რამხელა გასაჭირი გვაქვს ყველანაირად და ეს საპატრიარქო როგორ უდუმს, რეაქცია არ აქვს არაფერზე. ქართველების უმეტესობა საშოვარზე გაქცეულიყო და ოჯახები უპატრონოდ. დატოვებულია. წლების მანძილზე არაფერი გააკეთა არც მთავრობამ და არც საპატრიარქომ. კიდევ რამდენი ადამიანი შიმშილავს, რამდენი ბავშვი შიმშილობს. რა გახდა ამ ერთი მუჭამ ხალხზე ზრუნვა? ხო ირმა, რა გახდა ამ ერთი მუჭა ხალხზე ზრუნვა? ერთი ბავარიის ხელა ვართ ხალხო. ერთი ბავარიის ხელა. არ ვიცი რა. მე თუ დამინახეთ ამ ქვეყნის მტრად, ხო? მე თუ არ ამ ქვეყნის დამაქცეველი, ხო? ბრავო მე რა მაგარი ყოფილა. როგორ რამდენი შემძლებია, რომ ეს ქვეყანა დავაქციე. აბა, ყოჩახ თამარ. არ მეგონა ეგეთი ძლიერი რო იყავი. მე დავაქციე ეს ქვეყანა და ილია მააშენა ეს ქვეყანა. აბა, მას 50,000 ბავშვი მოგვინათლა და ინცესტი დააკანონა. გამოცხადებაში ქონდა ჯულის კანონის მიხედვით ყველაზე სამარცხვინო რაღაც მოხდა, რაც კი აისტორიას არ ახსოვს. 2000 წლის მანძილზე ესეთი რამე მომხდარიყო დემოგრაფიული პრობლემის მიზნითო. დემოგრაფიული პრობლემის მიზნით ის ხალხი რო ჩამოიყვანო წასულები რო არიან და ხალხს ოჯახებს ხელი შეუწყო თანხით დაეხმარო თუ რაიმე სხვა საკითხით, ეგ არ გადაგვარჩენდა მარტო ის მესამე ნათლული ნახე. მესამე ბავშვები არიან განსაკუთრებული ბავშვები. ენერგეტიკულად ძლიერი ბავშვები არიან.
მაგისი რიტუალები, რომელიც გააკეთა ეხლა მაგანა ის მესამე შვილის მონათლა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბავშვების ხარჯზე ენერგეტიკულად დაჯდა. მერე საქმე იმაშია, რომ რა ვიცი, მართლა თუ რაღაცის ხელის შეწყობა გინდა ადამიანზე, ბიჭო, დაეხმარეს, ბინა მიეცი, საკვები მიეცი, საქართველოს საკითხებზე იზრუნე, დემოგრაფიული გადაშენების გზაზე თუ ვიყავით, მაგ საკითხებზე იმუშავე და არა მესამე შვილის მონათლა რაში გვაწყობს, რომ მაგისთვის გააჩინოს ადამიანმა შვილი, რომ პატრიარქს მოანათლინოს? ანუ წარმოგიდგენიათ, რა დონეზე უნდა დავიდეს ხალხი, რომ მესამე შვილი პატრიარქს რომ მოანათლინოს, ამისათვის უნდა გააჩინოს მესამე შვილი. ესეთი დაცემული მოსაზრება დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების მე ჯერ არ გამიგია არასდროს რა. მადლობა უფალს, რომ მესამე შვილი მე მაგისთვის არ გამიჩენია რა. ღმერთო, მადლობა უფალო. სოფია წერს 100% სიმართლეს საუბრობ, თამარ ხალხს ფიქრის უფლება წაართვესო და ენოქის წიგნს ვკითხულობ და როგორი სიზუსტით არის ყველაფერი აღწერილი. ხო, დაინახე ხო სოფია? ძალიან მაგრა არის აღწერილი ენოქის წიგნში. პირდაპირ ამ ხელს მაგათ. პირდაპირ ამ ხელს. ეხლა ირმა წერს, მტრები ისინი არიან, ვინც რეალობას არ ხედავენ და არ ამხელენ ამდენმა მანკიერებას, ზოგი უცოდინრობით და ზოგი კიდე გულგრილობით. ზოგი კიდე ამპარტავნებით, ზოგი კიდე შიშით. იმიტომ რომ ესეთი დანერგილი არის რა ეს შიში, რომ ვინც პატრიარქს განიკითხავს, ის ნაკოშლებში დაიწვებაო რა და ამის ეშინია ძალიან ხალხს და ის არ ეშინია, რომ ქრისტე რომ მოვა, ნაკოშლებს კი არ დააყრის, მხოლოდ თავზე ცეცხლში დაწვავს, ვინც სიმართლეს არ დაუდგა მხარში. იმის აღარ ეშინიათ. იმიტომ რომ ქრისტეზე ნაკლებად საუბრობენ საერთოდ. როგორც საპატრიარქოში, ისე სამღვდელო პირები. მაგათი საყვარელი ქადაგება პეტრე და პავლესია. პეტრე და პავლე უფრო საყვარლები არიან ქრისტეზე. მეგობრებო, დაგემშვიდობებით ეხლა რა. მე იმდენად ძლიერი ვყოფილ ვარ, რომ რა ვიცი, ამ ხელა ყურადღება მომაქცია ხალხმა და ისიც დაინახა თურმე ვინ ვარ. კარგია ძალიან. ზოგმა თავდაყირა, ზოგმა თავდაყირა და ზოგმა თავაღმა. არ ვიცი. წავედი ახლა მე. გაკოცეთ. ესე სხვათა შორის დღეს თორდიას უნდა ჩავრთოდი და დააგვიანდა ცოტა, აბა იქნებ ჩავერთოთ თორდიასთან. დავით თორდიასთან.